მეგან კელი ახლა საჯაროდ ჰიჯაბს ატარებს? არა, სინამდვილეში ასე არ არის. ეს არ არის ის, რაც ხდება, მაგრამ ის ყველანაირად ფავზე ევლება ისლამისტებს. ბიჭებო, ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა ჯანდაბა ხდება. ამ ვიდეოში ჩვენ გავიგებთ, რატო გახდა მეგან კელი მოულოდნელად საუკეთესო მეგობარი იმ ისლამისტებთან, რომლებიც პირველივე შესაძლებლობაზე მას მოიშორებდნენ. მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. მე ვარ იარა კეი, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწელის ღილაკს, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობარს, მაგრამ ყველაზე მთავარია, შემოგვიერთდით ჩვენს მოძრაობაში, რომელიც წინააღმდეგობას უწევს. და ჩვენ ვიწყებთ ყველაზე გიჟურებით. და დღევანდელი მთავარი თემა მეგან კელია. მოდი დავიწყოთ პირდაპირ საქმეზე. სრულიად აბსოლუტურად საყვარელი და არანაირი ზრახვა არ აქვთ ჯიჰადთან დაკავშირებით. სრულიად აბსოლუტურად საყვარელი და არანაირი ზრახვა არ აქვთ ჯიჰადთან დაკავშირებით. ისინი სურთ აღზარდონ თავიანთი ოჯახები, ისე როგორც ჩვენ ქრისტიანები ვცხოვრობთ, ღმერთის შიშით, რწმენის დაცვით, ისე რომ არ გინდა უცნაური woke იდეოლოგიები შენს შვილს კლასში შეხვდეს. სინამდვილეში ბევრი საერთო გვაქვს. და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები მართლაც გახდნენ სამიზნე. ზოგიერთი უკიდურესად პროისრაელელი ადამიანის მხრიდან, რომლებიც უსამართლოდ და საკმაოდ საშიშად აერთიანებენ მათ რადიკალურ ისლამისტურ სექტასთან. და მე აბსოლუტურად სრულიად საყვარელი ვარ და ვიდეო არ მაქვს. ის ძირითადად უხსნის მსოფლიოს, რომ იცით, მუსლიმების უმეტესობა უბრალოდ ძალიან კარგი, ნორმალური ადამიანები არიან. ისინი ისეთივეები არიან, როგორც ჩვენ. და მიზეზი, რის გამოც ჩვენ ყველა მათ ვანძღავთ, არის პროისრაელელი ხალხის გამო. ეხლა უნდა ვთქვა, რომ გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ცოტა გულისამრევი და მათთვის საკმაოდ შემარცხვენელია, რომ ასეთ პროპაგანდას იმეორებენ და ვერც კი აცნობიერებენ, რამდენად გაუნათლებლად ჟღერს ეს ყველაფერი. მაგრამ გონია, ეს მათი საქმეა, თუ უნდათ დებილები ვიჯღერდნენ. ამის უფლება აქვთ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ყველამ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს ძალიან მარტივი ფაქტი. კარგი, თუ ეს ადამიანები ასეთი უდანაშაულოები და საყვარლები არიან, რატომ არ გამოდიან მასობრივად და რატომ არ ამხელენ რადიკალებს? და ეს უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ერთნი არიან. მაგრამ ეს უკვე სხვა დროისთვის საუბრის თემაა. მოდი ვუყუროთ, როგორ იცვრის მეგან კელი აზრს კიდევ ცოტა. არ მჯერა, რომ ეს მარშები უბრალოდ დახმარების თხოვნაა ღაზასთვის. ეს არის გარკვეული ჯგუფების, განსაკუთრებით ისლამისტების უპირატესობის დამტკიცება. სად ცდება ის? რა თქვა ისეთი, რაც შეიძლება არასწორი იყოს? რა უნდათ მათ? და მე მის მხარეს ვარ. რაც მეგან კელის შესახებ უნდა ვთქვა, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია გასაგებად, არის ის, რომ ის ძალიან გონივრულად და ლოგიკურად ჟღერს, რადგან მართლაც გონივრული და ლოგიკურია, რაც ამ ყველაფერს კიდევ უფრო უცნაურს ხდის. ის ზის იქ და ამბობს, ნახეთ, ისინი კარგები არიან, ჩვეულებრივი ადამიანები, როგორც ჩვენ ყველა და ასე შემდეგ. უბრალოდ ამას ამბობს და ნორმალურად ჟღერს. მაგრამ ის, რასაც აქ ამბობს, ამართლებს რაღაცას, რაც ყველამ ვიცით, რომ აღარ შეიძლება გამართლდეს. სიერა ლეონე ამაში ყველაზე უკეთ გამოხატავს თავის აზრს. და ეს არის ის, რასაც ის ადრე ამბობდა, რაც უბრალოდ ძალიან ნორმალურად ჟღერს. იყო მიზეზი, რატომაც ყველას მოგწონდა მისი მოსმენა. არ მჯერა, რომ ეს მარშები მხოლოდ ღაზასთვის დახმარების თხოვნაა. ეს არის პრიმატის დამკვიდრება გარკვეული ჯგუფების, განსაკუთრებით ისლამისტების მხრიდან. სად ცდება ის? რა თქვა ისეთი, რაც თუნდაც სადაოდ არასწორია? რასაც ისინი უნდათ და ჰირსი ალი ამას ყველაზე უკეთ გამოხატავს. და თქმა უნდა, წარმოშობით სომალიდან, საბოლოოდ მუსლიმთა საძმოს მიერ манипуლირებული. როგორღაც მოახერხა თავის დაღწევა და თავი დააღწია ამ ყველაფერს. ჩვენ ამაზე გრძელი ეპიზოდი ჩავწერეთ და მანაც ამ თემაზე ციგნები დაწერა. როგორღაც მოახერხა თავის დაღწევა და გახდა ისლამისა და განსაკუთრებით ქალების მიმართ მათი ქმედებების მუდმივი კრიტიკოსი. მაგრამ ის უკვე 10 წელია, რაც ამაზე განგაშტეხს, განსაკუთრებით იმაზე, რაც ევროპაში ხდება. ეს კაცები გადმოდიან და ქალები, რომლებიც ადრე თავისუფლად დადიოდნენ ქუჩაში, მაისურინითა და შორტებით ღავის საყიდლად, ახლა შევითროებას განიცდიან. ზოგ შემთხვევაში კი თავს ესხმიან კიდეც. ხშირად კი იძულებულები არიან მამაკაც ნათესავთან ერთად იარონ. გესმით განსხვავება ამ 2020 წლის, ამ 2023 წლის და იმ ვიდეოს შორის, რაც ახლა ვნახეთ, თითქოს ისლამის მიმდევრები უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვეულებრივები. მაგრამ ვიცით, რომ ეს საფრთხეა ქალებისთვის. ვიცით, რომ ხალხს თავს ესხმიან. სიტუაცია უარესდება. მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან, რადგან ისინი არ ასიმილირდებიან. ისინი ელიან, რომ ევროპელი ახალგაზრდა ქალები და სხვაებიც მათთან ასიმილირდებიან. შეიძლება ვთქვა, რომ როცა მეგან კელის ამ ვერსიას უსმენ, ვფიქრობ, სად ხარ? სად წახვედი? რატო დაგტოვე? გვაკლი ხარ შენ, გონიერი და ნორმალური ადამიანი, რადგან ის, რასაც ის 2026 წლის აპრილში იტყვის, თავისი სისულელით გაგაოგნებს. და კიდევ ერთხელ, უბრალოდ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს ეს კითხვა. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ამაზე პასუხს ვიპოვით მას შემდეგ, რაც ჩვენ სპონსორებს მოусმენთ.
ალბათ ნახეთ სათაურები ჰანტავირუსის აფეთქების შესახებ საკრუიზო გემზე და ეს გვახსენებს, რომ პანდემიამ რაღაც მნიშვნელოვანი გვასწავლა. როდესაც ახალი ვირუსი ჩნდება, ჯანდაცვის სისტემა ძალიან სწრაფად იტვირთება და უმჯობესია მათზე დამოკიდებული არ ვიყოთ. და სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ ჯანმრთელობის კომპანიის გადამდები დაავადებების საგანგებო ნაკრები უკვე სახლში გქონდეთ, სანამ დაგჭირდებათ. შეუკვეთეთ ის ონლაინ ახლავე, რადგან ნაკრები შეიცავს ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს და ასევე ნებულაიზერს სასუნთქი სიმპტომებისთვის, რომლებიც იმედია არასდროს გექნებათ. მომდევნო აფეთქების დროს პანიკაში ყოფნის ნაცვლად თქვენ უკვე გექნებათ კრიტიკული მედიკამენტები და სასუნთქი მოწყობილობები ხელთ, რომ დაუყოვნებლივ გამოიყენოთ. შედით twc.health/mitira-z და გამოიყენეთ კოდი MEIRA, რომ დაზოგოთ $33-მდე და მიიღოთ უფასო მიწოდება. კომპლექტები ხელმისაწვდომია მხოლოდ აშატეშოსის მცხოვრებლებისთვის. მოდით დავრჩეთ ჯანმრთელები. მართლა მე უბრალოდ საშინლად გააბრაზებული ვარ იმ ვიდეოზე, რომელსაც ახლა უყურებთ. ეს უბრალოდ მაბრაზებს, რადგან მინდა რომ ადამიანები საღად მოაზროვნეები და ნორმალურები იყვნენ. და როცა ამაზე ვფიქრობ, Megyn Kelly 2023 წელს და ის, რასაც ახლა 2026-ში ვუყურებთ, გამაღიზიანებელია. ხო და ვიცი, შენც აღნიშნე, რომ ვინც კი საკმარისად მამაცია, რომ ის თქვას, რაც მან თქვა, იქნება ეს სუელა ბრავერმანი თუ ტაკერ კარლსონი, საბოლოოდ სამსახურიდან ათავისუფლებენ, შეუწყნარებელ ადამიანად მოიხსენიებენ, ხომ ასეა? თითქოს ამ თემას ვერ შეეხები. მანიპულაცია იმდენად გავრცელებულია, რომ თითქმის ვერც კი ხვდები, რომ ეს ხდება, რადგან ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს. და თითქოს ხო, ესაა ის, რასაც ყველა ვფიქრობთ. მახსოვს Fox News-ში ეს თითქოს ავტომატურად ხდებოდა, უნდა გეთქვა, მაგალითად ისრაელთან ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. იცი, ისრაელი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში. და ხანდახან მახსენდებოდა მეკითხა, რატომ? კიდევ ერთხელ რატომ? თითქოს ვინმეს აეხსნა ეს ჩემთვის. ხო? გულისხმობ, იმიტომ რომ ეს მართალია. ყველაფერი არ არის პროპაგანდის ნაწილი, ყველაფერი არ არის ის, რომ ახალი ამბები გაძალებს რაღაცას. არა, შეიძლება რაღაცები უბრალოდ სიმართლეა. ისრაელი ამერიკის კარგი მოკავშირეა. შეიძლება ეს არის მიზეზი. შეიძლება აქ თავდება და აქ დაიწყო ყველაფერი. და ამის შემდეგ ყოველთვის თითქოს ნელ-ნელა ქრება ყველაფერი. რატომ? ეს ყოველთვის არაბული ქვეყნების დემონიზებას ეხებოდა. თითქოს უნდა გძულდეს ისინი, იმიტომ რომ მუსლიმები არიან. ისრაელი უნდა გვიყვარდეს, იმიტომ რომ თითქოს ჩვენთან ერთად არიან იუდეურ ქრისტიანულ, ხომ იცით ნარატივში. ეს ყველაფერი იმდენად манипуლაციურად იყო გაკეთებული, ფულით დაფინანსებული манипуლაცია, რომ გონია ბევრ ჩვენგანს ახლა იწვევს ამის დანახვას. არ გონია, რომ ეს ძალიან სამარცხვინოა, რომ ის იქ დგას და ლაპარაკობს ფულით დაფინანსებულ манипуლაციებზე, როცა არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება კატარის ფულით დაფინანსებული манипуლაციების შესახებ, რომ ხალხი ისლამისტი ჯიხადისტებისთვის ემხრობოდეს. და ამას ისინი იმით აკეთებენ, რომ გაძულონ ისრაელელები. ეს ხო უბრალოდ წარმოუდგენლად სულეგური რამაა, რომ ამას ახვე. დიახ, ასეა. მაგრამ კიდევ ერთხელ, აქ მთავარი არა მხოლოდ ისაა, რამდენად სულელი გახდა Megyn Kelly, არამედ ისიც, რომ გავიგოთ, რატომ ხდება ასე. და ვინ შეიძლება ამაზე უკეთესად ისაუბროს, თუ არა Dave Rubin, რომელიც Megyn Kelly-ს მრავალი წლის განმავლობაში იცნობს. იმსახურებს ამ ეტაპზე. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ხო, და სწორედ ამიტომ ებრძვის ის ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რომელმაც, როგორც იცით, დააფინანსა ყველა ეს პროქსი და ზუსტად ამას ვხედავთ ახლა. მინდა კითხო, არ ვიცი, მიპასუხებ თუ არა, რა მოუვიდა Megyn Kelly-ს? ადრე მეგობრები იყავით, ის ხშირად იყო შენს პოდკასტში, ანუ YouTube-ზე. და შენ მას ძალიან დიდი ხანია იცნობ და ის ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვინც ახლა საუბრობს იმ 7,000-ზე. Megyn, ხო იცი, ყველას არ უხდიან 7,000. Მოსმინე, იცი, ზოგჯერ ძნელია იცნობდე ადამიანებს, თუნდაც მათ ვინც გონია რომ იცნობ. ის ჩემს სახლში იყო ვახშამზე და ბევრჯერ გვიჭამია ერთად. და წლების განმავლობაში მისთვისაც დამირეკავს რჩევის სათხოვნელად. მანაც დამირეკა რჩევისთვის, როცა პირველად დატოვა ტრადიციული მედია, ან როცა აიძულეს NBC-დან წასვლა. მაგრამ იცი, მან დამირეკა, როცა დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა და ძალიან გამიხარდა მე და მისი ზარი. ვფიქრობდი, რა მაგარია Megyn Kelly მირეკავს. და იცი, უნდა და გაეგო, როგორ გავხდი დამოუკიდებელი, როგორ ავაშენე ის, რაც ავაშენე. და ჩვენ ამ პროცესში დავეხმარეთ. და წლებია კამერასთანაც და მის გარეთაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. და მის შემთხვევაში ტაკეზე რო თქვა, არ ვიცი რა. ისე ჩანს, თითქოს სულიერად შეიძლება დემონმა მართლა გაიმარჯვა, ან უბრალოდ ფულს იღებს და ამერიკის მტრებისთვის მუშაობს, ან უბრალოდ ფუნდამენტურად აღარ უყვარს ამერიკა. მე ვფიქრობ, Megyn-მა უბრალოდ საშინელი შეცდომა დაუშვა. მე ვფიქრობ, დაახლოებით 5 თვის წინ, როცა ტაკერმა Fuentes-ი მიიწვია და მთელი ინტერნეტი ამაზე იყო კონცენტრირებული, მან უბრალოდ იქ ენერგია დაინახა. და ის მოდის ტრადიციული მედიისგან, სადაც რეიტინგები სჭირდებათ. ისინი ენერგიას ეძებენ. და მე ვფიქრობ, მან უბრალოდ თავისი ცხენი აირჩია. მან თქვა, ესაა ის მხარე, რომელზეც ამ ამბავში ფსონს დავდებ. მე არ ვფიქრობ, რომ ის კიდე რამეს სჯერა იმათგან, რასაც ამბობს და სწორედ ამიტომ ჩანს ესეთი გაბრაზებული, ბოროტი და თითქოს ცუდი გოგოებივით. ეს ნამდვილად იმედგამაცრუებელია, როგორც მეგობას. მაგრამ იცი, როგორც ყოველთვის ამბობ, მე მეგობრები მანამდეც ყავდა, სანამ ამ საქმეში ჩავერთვებოდი და მე რაც მეხოლება. და ეს სრულიად ნორმალურია.
მაგალითი ხედავ ვფიქრობ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დაკერი და მეგანი ასე უცნაურად გადაუხვიეს გზას ისა რომ ისინი მეჩვენებოდნენ როგორც ორი ადამიანი ტრადიციულ მედიაში ვინც თითქოს გვიგებდა ჩვენ ვინც ინტერნეტში ცხოვრობთ მათ trans house-ში გადმოინაცვლეს ეხლა trans house-ში არიან და შარდავენ მასში და ეს ყველას ოდნავ გვავეზიანებს ყველანი ასე ვართ იცი წყალი აქ მართლაც კარგ მდგომარეობაში იყო თქვენ შეგეძლოთ შემოსვლა ნუ დააბინძურებ ჩვენს წყალს ფიქრობ ზუსტად ასეა. გონია რომ ესაა მთავარი, რასაც ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევს მეგინ კელის თემასთან დაკავშირებით. ანუ ხალხს ეგონა რომ ის მართვა ჩვენს მხარეს იდგა და ტაკერ კარლსონის თითქოს ისინი მართვა ჩვენს დასაცავად იდგნენ. რაც ისინი ყოველჯერზე აკეთებდნენ, სინამდვილეში უბრალოდ ცდილობდნენ გაეგოთ, რა მოუტანდათ მათ საუკეთესო რეიტინგს, რადგან სწორედ ამისთვის იყვნენ ისინი დაბადებულები. და მათ მიხვდნენ, ხო იცი რა? როგორ გავხდე ისეთი ადამიანი, ვისაც ხალხი ნამდვილად აღიქვამს როგორც ინფორმაციის წყაროს. ამას გავაკეთებ. და როცა ეს აღარ გაამართვა, იფიქრეს როგორ გავხდეთ სკანდალური. და ეს გააკეთეს. ვფიქრობ მეგინ კელიმ იცის რომ შეცდომა დაუშვა. ფიქრობ რაც უფრო უარესდება ეს ყველაფერი მით უფრო ფიქრობს ღმერთო ჩემო. მაგრამ ამავე დროს ალბათ რეიტინგებიც ეზრდება, რადგან ყველა ლაპარაკობს იმაზე რომ მეგინ კელიც შეიცვალა. მაგრამ აი რა არის სასაცილო და სიმართლე რომ თქვათ, ეს ძალიან სამწუხაროა. ყველა უყურებს ტაკერ კარლსონს და ფიქრობს, კარგი, ის მართლა გაგიჟდა, მაგრამ მეგინ კელი თითქოს უბრალოდ ტაკერს მიხვება. ასე ჩანს. ეს არაგულწრფელად ჩანს, ნამდვილ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. იმიტომ რომ წლების განმავლობაში ის იყო ლოგიკური, ჩვენთან ერთად საღად მოაზროვნე და ზრუნავდა ქალებზე. მისთვის ძალიან მარტივი იქნებოდა იმ გზაზე დარჩენა, მაგრამ ამის ნაცვლად მან აირჩია ისლამის მაამებლური გზა. და ეს ყველასთვის დანაკარგია, რადგან ეს აშკარად ჩანს. მეგინ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ისლამის მიმართ მაამებლურად იქცევი, არის ის, რომ გინდა ამით რეიტინგი აიმაღლო. და ეს ქმნის არაგულწრფელს, უინტერესოს და ისეთ ადამიანად, ვისაც უმეტესობა ფიქრობს, რომ ვეღარ მოусმენს. ამიტომაც აღარავის უნდა მეგინ კელის მოსმენა. ეს იმიტომ კი არ არის, რომ მისი სული ყატარს მიყიდა ან მსგავსი დრამა. სინამდვილეში უბრალოდ ის რეიტინგებზეა გადართული და ყველაფერზეა წამსვლელი ამისთვის. და ეს ისაა, რაც ხალხს არ მოსწონს. ამას ემატება რადიკალური ისლამიც, რა თქმა უნდა. მადლობა ყურადღებისთვის.